გადაცემის სტუმარია სატელეფონო ჩართვით გვიერთება ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი. ბატონ ლევან, მოგესალმებით და რა თქმა უნდა მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოგესალმებით. ბატონ ლევან, მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, რომ როგორ აფასებთ თქვენ პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში. მოდით ზოგადად შეგვიფასეთ მიმდინარე პროცესები და შემდეგ უკვე მექნება უფრო კონკრეტული კითხვები. მე ადრეც მithქვამს, რომ ზოგიერთი პოლიტოლოგი ავტორიტარიზმის დამყარებას ადარებს ხოლმე ძეხვის დაჭრის პროცესს. ძეხვი ხო ნაჭერებად იჭრება, ხო პატარა ნაწილებად, ნელ-ნელა და ასე გადის ბოლოში, ხო მთელი პროდუქტი ნაწილდება ამ ფორმით. და ქართული ოცნებაც შესული არის ეშხში და ნელ-ნელა ნაწილ-ნაწილ ძალიან მეთოდურად ამყარებს ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმს, ანუ სიმყარეს მატებს ავტორიტარიზმს. ნელ-ნელა ქართული ოცნება მივა ძალიან ცოტა აკლი აქამდე ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკასთან, რომ ნებისმიერი მცირე დანაშაულისთვისაც კი ადამიანებს დააკისრებენ ძალიან მძიმე სასჯელს, რათა ისინი გააჩუმონ, გაადუმონ და არავინ ხმა აღარ ამოიღოს. ასე რომ ვართ ეშხში შესული ავტორიტარიზმის პირობებში და ყოველდღე უნდა ველოდოთ ახალ გამკაცრებას, ახალ კანონს, ახალ მარწუხს, ახალ ბორკილს, რომელსაც კობახიძე და მისი გუნდი გამოჭედავს საქართველოს მოქალაქეებს. ბატონ ლევან, როდესაც პოლიტიკურ რეალობაზე ვსაუბრობთ, აქ რა თქმა უნდა ვისაუბროთ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ხო? ესეც ამ პოლიტიკური რეალობის ნაწილია. გითხარით, თქვენი დაკვირვებით, თქვენი ანალიზით რა ხდება ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც საინტერესოა გაგვიზიაროთ თქვენი აზრი და შეფასება. ნაცვლად იმისა, რომ ესეთი ავტორიტარიზმის პირობებში, კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის პირობებში ოპოზიციაც კონსოლიდირებული იყოს და საერთო ფრონტით უტევდეს ხელისუფლებას, რომელიც უკვე დანაშაულებების ჩადენაზეა გადასული, რეპრესიებზეა გადასული, ჩვენ ვხედავთ დაქუცმაცებულ ოპოზიციას, საერთოდ რომ არ აქვს საერთოდ ძარღვი, არაფერზე ერთმანეთთან არ ლაპარაკობენ და სხვადასხვა ურთიერთდაპირისპირებულ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ბანაკებად რომ არიან დაყოფილნი. და არა მხოლოდ დაყოფილი არიან ბანაკებად, ეს შეიძლება პრობლემაც არ იყოს, არამედ ინტენსიურად, ბონდომებით, ნებით ესხმიან ხოლმე ერთმანეთს თავს და ამით ქმნიან საშინელ გათიშულობას არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ არჩევანის თვალსაზრისითაც ადამიანებს არ აქვთ, ასე ვთქვათ, ერთიანი ხედვა, ერთი სტრატეგია, რომელსაც შეიძლება ამ ავტორიტარიზმის დამყარება. ჩვენ ვხედავთ, თქვათ, თალკე ბოიკოტისტებს და არჩევნებში მონაწილეებს, არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებს, ხედავთ ამ ბოიკოტისტების შიგნით კიდე სხვადასხვა წრეებს. ვიღაცებს 4 ოქტომბრის მოწყობა უნდათ, მაგრამ საკუთარი პარტიისთვის არ აქვთ ნათქვამი და შეთანხმებული და ამ ტიპის ქაოსს ხედავთ, რაც ძალიან სამწუხაროა და მხოლოდ ივანიშვილის დისკურსი აღწევს. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა, ბატონ ლევან. ისაუბრეთ ხელისუფლებაზე, ასევე ისაუბრეთ ოპოზიციაზე. ამ პროცესების გათვალისწინებით საზოგადოებაზეც მინდა დაგისვათ კითხვა, როგორ შეიძლება აფასებდეს ამ მიმდინარე პროცესებს? ვცლად ისაუბრეთ, ხო? ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ანუ ერთიანობაზე, რაც ვერ იქნა მიღწეული, ხო, ოპოზიციაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საზოგადოების განწყობებზე როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა იმოქმედოს და ის იმედგაცრუება, რაც არაერთხელ იყო საუბარი არსებულ საზოგადოებაში, ხო? ანალიტიკოსების მიერ და სოციოლოგების მიერ. ხელს ხო არ შეუწყობს ეს პროცესები კიდევ უფრო მათ განწყობებში ნეგატიურად იმოქმედოს პროცესებმა? რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება მზად არის ხელისუფლების ცვლილებისთვის. ადამიანებს ყელში ამოუვიდათ ის ბარბაროსობა ქართული ოცნების, რომელიც ამდენი წელია გრძელდება. და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი რეალური, მყარი, სერიოზული, კვალიფიციური ალტერნატივის გამოჩენის შემთხვევაში ადამიანები თამამად გადადგამენ
ნაბიჯ ცვლილებების სასარგებლოდ. ჩვენ ნახეთ ადამიანების ჩვენი საზოგადოების გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკმაყოფილება გამოხატულია. უბრალოდ ხალხს აკლია ორგანიზება, მაორგანიზებელი ძალა. აკლია ისეთი ძალა, რომელიც თქვათ სოციალური ბატონლევან და აი ესეთი ძალები რო არ ჩანან ან არიან და გამარგინალებულები არიან, არავინ მათ არ უსმენს, მედია რესურსი და ტრიბუნა არ აქვს, ამიტომ ეს საზოგადოება რჩება მოლოდინის რეჟიმში, როდის გამოჩნდება კატალიზატორი და როდის ვინ შეძლებს მათ ორგანიზებას სამწიფების წინააღმდეგ. და ანუ საზოგადოებამ როგორ უნდა იპოვოს ალტერნატივა? თქვენ ამბობთ, რომ მზად არის შეცვალოს ხელისუფლება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ის დაინახავს ალტერნატივას. ამ შემთხვევაში თავადო საზოგადოებამ რა უნდა ქნას ამისათვის, თუ ეს უფრო პოლიტიკოსების საქმეა და მათ უნდა შესთავაზონ შესაბამისი ალტერნატივა? საზოგადოებაც ცოტა უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს, ცოტა უფრო მეტად გამბედავი უნდა იყოს, ცოტა უფრო მეტად კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი არსებული ვითარების მიმართ. არის, მაგრამ ცოტა უფრო მეტად, მაგრამ თქვენ სწორი ბრძანეთ, ძირითად პოლიტიკოსის მოვალეობა რა არის? მარტო ტელევიზორში გამოსვლა და ლაპარაკი და გელჩებთან სიარული, ხო არა, პოლიტიკოსის მთავარი მოვალეობა ეს არის საუკუნეების განმავლობაში გადასტურებული, არის ადამიანების ორგანიზება. დარასმა, მათი შეკრა რაღაცა ერთი მიზნით და ამ ყველაფრის საფუძველზე კონკრეტული პოლიტიკური მოქმედებების გახორციელება. და ჩვენ სამწუხაროდ აი ესეთი კლასიკური პოლიტიკოსები, რომლებიც ადამიანებს გარკვეული იდეების საფუძველზე გაერთიანებენ, მათ ორგანიზებას შეუწყობენ ხელს და ამ ორგანიზებას და იდეებს გადაწყვეტიან მოქმედებად, აი ესეთი პოლიტიკოსები ჯერჯერობით არ ჩანან და ბევრი რამე უშლის ამას ხელს, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებული საშუალება, რომ ადამიანები და პოლიტიკოსები ნორმალურად ვერ მოქმედებდნენ, აი ამისი დაშლის, აი ამ ყველაფრის მოშლის განსაკუთრებული საშუალება არის პროპაგანდა, რომლის სისტემა სამწუხაროდ საუბედუროდ ქართულ ოცნებას კარგად გაწყობილი და ნებისმიერ პატარა მცდელობას იმ წამსვე აშავებს თავისი ტროლბოტებით, თავისი ტელევიზიებით, თავისი აი ამ მიზანმიმართული რაღაცა შავი PR კამპანიებით, მაგრამ ეს ბოლომდე და ყოველთვის ვერ იმუშავებს, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოვიდა. კი ბატონო, მე მინდა დავუბრუნდე ოპოზიციის საკითხს, ბატონო ლევან. როგორ ფიქრობთ, ანუ მთავარი მიზეზი, რის გამოც ერთიანობა ვერ შედგა, თქვენი დაკვირვებით რაში მდგომარეობს, რა უშლიდა ამ პროცესს ხელს? ბევრი რამე უშლის ხელს, თუნდაც დავიწყოთ ელემენტარული კულტურიდან. ადამიანებს, პოლიტიკოსებს განსაკუთრებით არ აქვს ელემენტარული ურთიერთპატივის სცემა. არ აქვს საშუალება, რომ განსხვავებულ აზრს სცემ პატივი, ხო? აი მაგალითად ეხლა პარალელი რო გავავლოთ, ხო, ეს ჩარლი კირკი რო გარდაიცვალა შეერთებულ შტატებში. მისი უდიდესი მოწინააღმდეგე და ოპონენტი, მას რომ არაფერში არ ეთანხმებოდა ამერიკული მემარცხენე მოძრაობის ლიდერი, ბატონი ბერნი სანდერსი გამოვიდა სამძიმრით დაიწყო და თქვა მთავარი რამ, რომ დემოკრატია ეს არის პროცესი, რომლის დროსაც უნდა აიტანო განსხვავებული აზრი. უნდა მოусმინო განსხვავებულ აზრს, თუ ის კანონს არ არღვევს და შუხს არ აღვივებს და ქვეყანას არ ანგრევს, ხო? აი ეს ელემენტარული კულტურული ნორმაც კი ჩვენთან გაზიარებული არ არის, რომ ვიღაცა არჩევნების მომხრეა, ვიღაცა ბოიკოტის მომხრეა. ამის გამო ერთმანეთს მოღალატეები, გამყიდველები და ასე შემდეგ არ უნდა ეძახონ და მიუხედავად განსხვავებული სტრატეგიებისა, თუ საერთო მიზანი აქვს რაღაც ტიპის კოორდინაციაში მაინც უნდა იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ არა ოპოზიციაშიც კი განსხვავებული აზრის ატანის უნარი არავის არ აქვს და პირდაპირ შეურაცხყოფებზე გადადიან და ეს პიროვნული უსკრულები უკვე აჩენს უსკრულებს პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდაჭერებს შორისაც და ქმნის იმ ტოქსიკურ გარემოს და კლიმატს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ.
კი ბატონო, საუბარში ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს ამ ფორმატში არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ბატონო ლევან, და შესაბამისად უნდა დაგისვათ ეს კითხვა, თქვენ რამდენად სწორად მიგაჩნიათ ბოიკოტი ან არჩევნებში მონაწილეობა? აქ სათხედავთ ანუ სწორ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საზოგადოების ნაწილშიც დაბნეულობას იწვევს, ანუ ნაწილმა არ იცის მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან პოლიტიკოსების მხრიდან ესმის, რომ ანუ ნაწილის მხრიდან რომ ეს არ არის არჩევნები ფარსია, ნაწილი ღებულობს მონაწილეობას და ამბობს, რომ წარმატებას მიაღწევს არჩევნებში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ პირველ რიგში შეგვიფასეთ გადაწყვეტილება, რომელი მიგაჩნიათ უფრო სწორად ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა და ამ ჭრილში იმ დაბნეულობაზეც მინდა გავაკეთოთ აქცენტი, რაც საზოგადოების ნაწილშია. მე უკვე მოგახსენეთ, რომ როგორც რიგითი მოქალაქე და როგორც დამკვირვებელი პოლიტიკური პროცესებისა, მომხრე გახუთით საერთო სტრატეგია. როგორც ბოიკოტს, ისე არჩევნებს აქვს თავისი ასე ვთქვათ, საშუალებები და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც შეიძლება ხელისუფლების პოლიტიკური დაზიანებისთვის. ასე რომ ორივე სტრატეგიას შეიძლება ემუშავა. უბრალოდ თავარი კრიტერიუმი იყო ის, რომ ძირითადი პოლიტიკური ძალები ამაზე მაინც შეთანხმებული იყვნენ. მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ამაზე. დღეს შეიძლება სტრატეგია ყოფილიყო, ყველაზე გონივრული სტრატეგია შეიძლება ყოფილიყო, ასე ვთქვათ, თავდაუსხმელობის სტრატეგია. რომ კი ოპოზიციაში ავირჩიეთ სხვადასხვა სტრატეგია, მაგრამ ერთმანეთს თავს არ ვესხვით და თუ საჭირო ერთმანეთს ვეხმარებით აი ამ სტრატეგიების განხორციელებაში. ზეც ეს სტრატეგია არის, არც ეს სტრატეგია არ არის მიღწეული და თავს ესხმიან ერთმანეთს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ არც ბოიკოტი და არც არჩევნები, როგორც მეთოდი ხელისუფლების წინააღმდეგ ეფექტურად ვერ იმუშავებს. შეიძლება რაღაცა მცირე ზიანი მიადგეს ხელისუფლებას არჩევნებითაც და ამ არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიისთაც, მაგრამ აი რაღაცა ღრმა და ყოვლისმომცველი ცვლილებების გამოწვევა აი ამ გახლეჩილობით და ამ თავდასხმების რიტორიკით შეუძლებელია. მე როგორც რიგითი მოქალაქე ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, უნდა შენარჩუნდეს ორივე სტრატეგია. მე პირადად ვამბობ ამას, რომ მე არჩევნებზეც მივალ და საპროტესტო აქციაზეც გამოვალ და მიუხედავად იმისა, რომ არაფრის იმედი არ მაქვს ამ არჩევნების შედეგად, ხელს მაინც შეუშლი და უდავ მაინც გავურთულებ საქმეს იმ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელიც ქართული ოცნების სამსახურშია ჩამდგარი, მაგრამ ამავდროულად იმ აქციებს, რომელიც ტარდება თქვათ პირობითად საზოგადოებრივმა უწყებელთან, იქ ვიცი რა ხალხი მოძრაობს, რა ეთიკა აქვთ, რომ არ არიან აგრესიულები, რომ არ აიყენებენ რაღაც ძალადობრივ მეთოდებს ან რაღაცა არაეთიკური გამონათქვამები ნაკლებად ახასიათებს, იქაც მივალ და იმ პროცესშიც მივიღებ მონაწილეობას. ეს ხა დაგვრჩენია ჩვენ. ანუ სწორად გავიგე ბატონ ლევან, რომ გაიხლიჩა პოზიცია და ნაწილი ღებულობს მონაწილეობას და ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება. აქედან გამომდინარე ორივე თავის სიმძიმეს და ეფექტს კარგავს, ხო? რა თქმა უნდა, სწორად გამიგეთ მაგის თქმა მინდოდა ზუსტად. კი ბატონო, და ანუ მოლოდინებზეც ვკითხავთ, სადღაც გვაქვს 3 წუთი კიდევ დარჩენილი. ბატონ ლევან, მოლოდინებთან დაკავშირებით მითხარით, ანუ ამბობთ, რომ მონაწილეობას მიიღებთ და არჩევნებში, ანუ ხმას მისცემთ თქვენთვის სასურველ კანდიდატს, მაგრამ ამავდროულად ხართ პესიმისტურად განწყობილი შედეგების თვალსაზრისით და რა პროცესებს უნდა ველოდოთ ოქტომბერში? რა თქმა უნდა, პესიმისტურად ვარ განწყობილი და ოქტომბერში ბევრ რამე შეიძლება ველოდოთ, ეს ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, ხო? მე მაგალითად არ ამგონია, რომ არჩევნებით რაიმე შეიცვალოს, უბრალოდ რაღაც წარმომადგენლობა იქნება, თქვა თბილისის საკრებულოში, რომელიც იქიდან ცნობებს გამოიტანს, რომ რა ხდება და რას გვაშენებენ თავზე და რა უბედურებას აკეთებენ ჩვენს ქალაქში და რაღაცა ეს
რაღაც საკომუნიკაციო წყარო მაინც გაგვიჩნდება. რაც შეეხება ქუჩის პროტესტს, არ ვიცი, მე სიმართლე გითხრათ ძალიან შეშინებული ვაკვირდები ამ პროცესს, რაღაც რევოლუციებს რო გეგმავენ, რევოლუციები ესე არ იგეგმება, ესე არ ხორციელდება, როგორც ჩვენ ვუყურებთ, ხო, ხავერდოვან რევოლუციებს სხვანაირი მომზადება უნდა, სამწუხაროდ მისი ორგანიზატორები მარტო სპონტანურობაზე, ხელისუფლების სისასტიკეზე და ხელისუფლების აგონიაში ყოფნაზე აკეთებენ აქცენტს და საპირისპირო მხარეს არ უმუშავიათ და ადამიანების უსაფრთხოებაზე რომ ფიქრობენ, აი ეს შთაბეჭდილება მე არ ვუჩებ, ასე რომ მე შინია რომ ოქტომბერი არ იქცეს იმედგაცრუების და ხელისმოწარის ხელი რომ მოგეწარება ისეთ თვეთ, ასე რომ ცოტა უფრო ხიძვლად უნდა ვიყოთ და სერიოზულად ვიმოქმედებთ. კი ბატონო და ბოლო ჩემი შეკითხვა იქნება, არ შემიძლია არ დაგისვათ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა, საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორები და საქართველო მე ერთ-ერთი განცხადება მინდა წავიკითხო პრემიერ-მინისტრից და შემდეგ უკვე გადმოვალ თქვენთან კითხვით. კონკრეტული ელჩები, მათ შორის სამწუხაროდ ევროკავშირის ელჩი, ისინი პირდაპირ არიან დაკავებული რადიკალიზაციის გაღვივებით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაվել ხერჩინსკის შესახებ დასმულ კითხვას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ისინი პირდაპირ არიან ჩართული პროცესებში, რომელიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში. ეს განცხადება ეკუთვნის ირაკლი კობახიძეს. შევგვიფასეთ საერთაშორისო პარტნიორები, საქართველო და საქართველოს ხელისუფლების გზავნილები ჩვენი პარტნიორებთან დაკავშირებით. ეს არის ანომალიური მდგომარეობა და ვითარება. როდესაც რა ვიცი, ითქვა კიდეც სოციალურ ქსელებში, რომ აი ნაღლის მუშტი რომ გაუღიზიანდეს ბატონ იმას პაპუაშვილს, ამასაც გერმანიის წევრს აბრალეთ. ხედავთ ვითარებას, როცა ესე თავს ერწყმიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ესე საგარეო პოლიტიკა არ კეთდება. ესე შეიძლება შენ რაღაცა შენ ოპონენტებს გაუმკლავდე დაფინო და მასტრა დაიგდო, მაგრამ იქ დიპლომატებთან ურთიერთობის დროს შენ ურთიერთობა გაქვს სახელმწიფოებთან და სახელმწიფოებს პატივი უნდა, მაგრამ აი ეს სიმძიმის ცენტრი დაკარგულია დღეს პატულოცნებას და მახსენდება ვარდების რევოლუციის პერიოდი და მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ რამდენიმე კვლევის ინტერვიუში ჩემს რესპონდენტებს აქვს ნათქვამი, რომ ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში შევარდნების ხელისუფლებამ სიცხლის დამახლის საქმე აღძრა შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ არჩევნების საყალბების და შიდა საქმეებში ჩარევის მუხლით, ხო? და ეს აგონია სადამ რიგიდან თავდა და როგორ დამთავრდა, ჩვენ ნახეთ ასწრიფე დემოკრატიული და ასწრიფე სასარგებლო პროცესებით, ასე რომ სანამ ბოლომდე არ გადაჭეხილა, გასაგებია დასავლეთთან არ გაქვს ურთიერთობა. გასაგებია დააწყვი ყველა ხიდი ცივილიზებულ სამყაროსთან ურთიერთობის და დარჩი მარტო და ხარ ესეთებში, მაგრამ ის მაინც შეინარჩუნა, რომ დიპლომატებს არ დაესწრა თავს და ტელეფონი მაინც აიღონ იქ, როცა რაიმე გაგიჭირდება, რომ ელემენტარულ კონტაქტზე მაინც გამოდიოდნენ შენთან. აი ამ გზებსაც კი ხერგავს ეს გასულიერება, აი ესეთი აბსურდული და უზრდელმური და უკულტურო ქმედება. კი ბატონო და ძალიან მოკლედ მითხარით ბატონ ლევან, გამოსავალი ამ ყველაფრიდან რა არის, მოკლედ რომ მითხრათ და მადლობას გადაგიხდით შემდეგ უკვე რომ მყებულობდით მონაწილეობას. მე ესე მოკლედ გამოსავლის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით. თულადაა საქმე და ძნელი შეკითხვა და არ მაქვს პასუხი. კეთილი, მადლობა ბატონ ლევან. მადლობა რომ გამონახეთ რა და პასუხობდით ჩვენს კითხვებს.